ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს ისევ საპოლიციო მობილიზების ფონზე გრძელდება. ბიზნესმენის და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთ მთავარ მოწმეს დაკითხავენ. ის საგამოძიებო სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი რომიკო გოგიაშვილია, რომელიც პატაკში ყვება, რომ პირად კონტაქტებზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია ძმებ მიქაძეებისა და ოთარ ფარცხალაძის კონტაქტების შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მოსამზადებლად. ნუცა ბახუტაშვილი ესწრება დღევანდელ სხდომას, ის ახლა უფრო მეც მოგვიყვება და გვეტყვის დაიწყო თუ არა უკვე სასამართლო პროცესი. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარე გამოიკვლევს მტკიცებულებებს და დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენებას მისცემს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი მოწმე ამ ბრალდებისთვის რომიკო გოგიაშვილი, რომელიც არის პატაკის ავტორი. კერძოდ მან ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა პატაკი, სადაც ნახსენები არის, რომ ოთარ ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე თასანის შვილიშვილის ირაკლი უსოიანის დავალებით გარკვეული თანხის, სოლიდური თანხის სანაცვლოდ გეგმავენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას და სწორედ აი ამ პატაკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და მის მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე ისაუბრებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. პატაკში ნახსენები არის, რომ მოწმე პოლიციელმა, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი არის ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარისათვის, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო პირადი კონტაქტისგან. სწორედ იმის გამო, რომ პირადი კონტაქტისგან არის მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, ადვოკატებისათვის ეს ადამიანი არ წარმოადგენს სანდო მოწმეს, რომლის ჩვენებაც შესაძლოა გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად. რომიკო გოგიაშვილი გახლავთ ბრალდების მხარის მოწმე, მან ოპერატიულად მოიპოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ძმები მიქაძეები ყოფილიყვნენ დანაშაულთან დაკავშირებული, თუმცა მისი პატაკიდან ორი მთავარი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ზედ ჰასანის მხრიდან და მისი ოჯახიდან დანაშაულის შეკვეთაზე და ასევე ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებულ გადაკვეთაზე უკვე ანულირდა თავად ბრალდების მხარის მოწმის მიერ. დღეს ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულების გამოკვლევას, დაიკითხება მოწმე. ეს არის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც აქ ინფორმაცია მიღებული, საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია და სასამართლოს მოახსენებს მის მიერ მიღებულ ინფორმაციას, კონკრეტულად რა ინფორმაცია მიიღო და რა ინფორმაციის მატარებელია. მიღებული ინფორმაცია რომ დადასტურდა და ერთ შემთხვევა დადასტურებული არა მარტო ამ ოპერატიული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებით, არამედ საქმეზე გამოთხოვილი არაერთი მტკიცებულებით, ვიდეო მასალით, ექსპერტის დასკვნებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ არაერთ გზის აღუნიშნე და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ყველა მოწმის ჩვენება უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სანდოობის, დამაჯერებლობის კუთხით და ეს მტკიცებულებაც და ეს ოპერატიული ინფორმაციაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებული სამი პირისაგან განსაშლელი სკამზე მხოლოდ ერთი გიორგი მიქაძე იმყოფება. ის ესწრება თავის სასამართლო პროცესებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა სხვა პროცესიც და არც დღევანდელი არის მათ შორის გამონაკლისი მიმდინარეობს გაძლიერებული საპოლიციო მობილიზების ფონზე. ეს განსაკუთრებული ზომები კი იქიდან გამომდინარე მიიღეს სამართალდამცველებმა, რომ აქ ვითარება პროცესის მიმდინარეობის პარალელურად არაერთხელ დაიძაბა. შესაბამისად, მაშინ როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეს, სადაც ბრალდებულები ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე არიან, გარეთ მუდმივად მობილიზებული არიან როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.